ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემოფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა. შეფასებულია ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. ანგარიშის თანახმად ქვეყნის მაჩვენებელი ორ რეკომენდაციასთან მიმართებით გაუმჯობესდა. ნათქვამია, რომ საქართველომ სერიოზული ძალისხმევა აჩვენა ტერორისტული აქტივების გაყინვის შესახებ გაეროს ინსტრუმენტებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად. ეროვნული ბანკი ახორციელებს ზედამხედველობას ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებს, ანუ იმ ორგანიზაციების, ვინც კრიპტოვალუტასთან ურთიერთობს და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი ზედამხედველობის ჩარჩოს ფულის გათეთრების მიმართულებით და ეს არის ძალიან მაღალი აღიარება ჩვენი გუნდის ეფექტური მუშაობის. ადამიანის ზოგადი უფლებებისა და კანონიზაციის დირექტორატმა კონკრეტულად კეთილსინდისიერებისა და კანონიზაციის დირექტორატმა წარმოდგენილმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის სახით აღიარა საქართველოს პროგრესი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა საბოლოოდ გააქარწყლა ის ყალბი ნარატივი, სპეკულაციური ნარატივი, რომელიც ქართული ძალების მიერ წარმოქმნა საქართველოში, თითქოს საქართველოს კანონმდებლობა და ბოლოს დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საგანსაკუთრებო შეღავათებთან დაკავშირებით ოფშორიდან აქტივების გადმოტავის კუთხით ქმნიდა გარკვეულ პლაცდარს, თითქოს პლაცდარს საქართველოში ფულის რეცხვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თვალსაზრისით. სიღრმისეულად იქნა შესწავლილი ყველა ეს საკითხი სიღრმისეულად და დაასკვნა კომიტეტო, რომ საქართველო განიცადა პროგრესი და წინსვლა.